იცნობს თუ არა მოსახლეობა ფოთის საკრებულოს წევრებს და იციან თუ არა რამდენი წევრია ორგანოში. დღეს ამ კითხვით ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა მოქალაქეებს მიმართა. Აში მაინტერესებს, ჩემთვის ვიდრას აკეთებს. მე 54 წლის ქალი ვარ და არც სამსახური მაქვს, არც ფული მაქვს, არც აბლის ფული არ მაქვს და საერთოდ ვინ ზრუნავს ჩვენთვის რამეზე. და რაში მაინტერესებს მაგერი საერთოდ. იცნობთ ისე რომელიმე? არცეც არ ვიცულ და არც მაინტერესებს, იმიტომ რომ ჩემთვის ბანეთი არ მოსულა არასოდეს არც ერთი მთავრობის დროში. არ ვიცი, არაფერი არ ვიცი. ახლა როგორც ფოთელი შეიძლება ვიცოდე, მაგრამ ესენი ჩვენთვის არ მუშაობს არც ერთი. არ ვიცი მართლა რამდენი წევრია, ახლა ნამდვილად არ ვიცი და მწვენია უნდა ვიცოდე წესი. ვინაობა იცით ვინები არიან? ყველასი არა, ნაწილობრივ კი. ვინ იცით აბა მითხარით? ვიცი გია დარჯანი არის საკრებულოს წევრი. ვიცი ლიარტუხოვა არის. დაახლოებით ვიცი რომ საკრებულოში არის 15 წევრი, მაგრამ მათ არ ვიცნობ, იმიტომ რომ არ მქონია შესაძლებლობა მათი გაცნობის, იმიტომ რომ ისინი არ არიან იმდენად აქტიურები, რამდენიც უნდა იყვნენ. ჩემი აზრით უფრო აქტიურები თუ გახდებიან და ხალხს მოსახლეობას გაეცნობიან, კარგი იქნება მათთვის და რა თქმა უნდა ფოთის მოსახლეობისათვის. თუ იცით რამდენი წევრია? არა. არ იცით? თქვენი აზრით რისი ბრალია რომ არ იცის მოქალაქეებმა ვინ არის? მაგასაც ვერ გეტყვით, რა ვიცი, ინფორმაცია არ გვაქვს ალბათ რა ვიცი აბა. არ ვარ დაინტერესებული ვინაა და რა, იმიტომ რომ რა ვიცი, არ კეთდება არაფერი შვილო და იმიტომ. არავის არ ვიცი, ბაბუდა არ მინდა კიდევ ვიცნობ. თუ იცნობთ ფოთის საკრებულოს წევრები და თუ იცი რამდენი წევრია? არა, არ ვიცი. არ მაქვს ინფორმაცია. არ ვიცი, არაფერი არ ვიცი, არაფერი. არჩევნების გზაზე კი დადიოდნენ, მაგრამ მე არც ერთი არ მინახი. იმ დროს უნდოდენ ხმა რომ ვერჩიე და ხმა რომ მიგვეცა, მაგრამ მე არავინ არ გვინახია და არ თვითონ აღარ. რა შეიძლება მოგესალმო პენსიონერებს სასიძულო ისინი უნდა გამოდიოდნენ თუ არა თქვენთან? არც მოგდეთ რა ჩემი იქნება რა ვიცი არავის არც ერთს